მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში მინდა გესაუბროთ თუ როგორ შეგვიძლია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით. მოდით დღეს განვიხილოთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პროექტების შექმნა და ღონისძიებების გეგმების შექმნა. წინა ვიდეოებში ჩვენ ვიმუშავებთ Google-ის ხელოვნურ ინტელექტზე, Gemini-ზე. მოდით დღესაც გამოვიყენოთ იგივე AI. ხელოვნურ ინტელექტზე გადასვლა უკვე გავლილი გვაქვს. თქვენ შეგიძლიათ სამისამართო ველში ჩაწეროთ gemini.google.com. გადავიდეთ პირდაპირ კითხვის დასმაზე. მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვ, რომ შემიდგინოს კომპლექსური დავალება რამე თემაზე. როგორც ხედავთ, მე მივეცი დავალება, რომ შეექმნა კომპლექსური დავალება მათემატიკაში, პითაგორას თეორემაზე და მან უსწრაფესად შექმნა ეს კომპლექსური დავალება. დაასათაურა, ჩამოწერა მიზნები, აღწერა, დავალების შესრულების ეტაპები განიხილა, მოუხდა პრაქტიკული ამოცანებიც. საბოლოოდ შეფასების კრიტერიუმების დაგვიწერა, წარდგენის ფორმაც. თქვენ შეგიძლიათ კომპლექსური დავალების დაწერას ვთხოვოთ ნებისმიერ საგანში. გადავიდეთ შემდეგი ტიპის დავალებაზე. ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვ, რომ დამიწეროს საახალწლო ღონისძიების სცენარი მეხუთე კლასის მოსწავლეებისათვის. ვნახოთ, როგორ შეგვისრულებს ამ დავალებას. ხედავთ, ეს დავალება უკვე შეასრულა. და გეგმაც სრულყოფილად წარმოგვიდგინა. საახალწლო თავგადასავალი მეხუთე კლასში, მიზანი, ღონისძიების მონაწილეები, დრო, ხანგრძლივობა, ადგილები, როგორ შეიძლება გავანაწილოთ, რეკვიზიტები ჩამოგვიწერა, რა უნდა გქონდეს, სცენარის მსვლელობა. და თქვენ წარმოიდგინეთ, მასწავლებლის ან წამყვანის სიტყვებიც კი დაგვიწერა. ასევე დაგვიწერა ინტერაქტიული თამაშები და კონკურსები. საბოლოოდ ღონისძიების დასასრულისთვის 10-15 წუთი გამოყო, ეს არის თოვლის ბაბუის საჩუქრები, საერთო ფოტო, მასწავლებლის ან წამყვანის სიტყვა, ღონისძიების დასახურად და აქვე მიგითითებთ დამატებითი იდეებიც, როგორ შეგვიძლია გავაფორმოთ.
და ბოლოს მნიშვნელოვანი მინიშნება იმას, რომ ეს სცენარი არის სავარაუდო, მისი შეცვლა, რედაქტირება შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით. კიდევ მივცეთ ერთი დავალება. ამჯერად ვთხოვ, რომ დამიწეროთ დედამიწის დღესთან დაკავშირებული ღონისძიების სცენარი. და უფრო მეტი სიზუსტისათვის მივუთითებ მაგალითად მერვე კლასს. ხედავთ, რომ სცენარი უკვე მზად არის და თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ. ჩამოთვალა რეკვიზიტები, პროექტორი, მარკერები, ფერადი ქაღალდები, ვიქტორინის კითხვები, პრიზები. აქვე დაგვიწერა სცენარის მსვლელობაც. მინიშნებები მოგცა თუ რა თემაზე შეიძლება იყოს წარმოდგენილი მოსწავლეთა პრეზენტაციები. ინტერაქტიული ვიქტორინა მწვანე პლანეტა და მინიშნება თუ რა თემაზე შეიძლება იყოს ვიქტორინის კითხვები. შემოგთავაზა დისკუსია ჩვენი წვლილი დედამიწის გადარჩენაში. პრაქტიკული აქტივობა, ეს არის გამწვანების აქცია, დასუფთავების აქცია, მეორადი ნედლეულის განივთების დამზადება და დასასრულისთვის შეჯამება მასწავლებლის ან წამყვანისთვის შემაჯამებელი სიტყვა დაგვიწერა. გამარჯვებულების დაჯილდოება, საერთო სიმღერა, ფლეშმობი და დახურვა. აქვე შემოგთავაზა დამატებითი იდეებიც. და იგივე მინიშნება, რომ სცენარის ცვლილება თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. თუ კი განხორციელებული პროექტებიდან რომელიმე მოგვეწონება, შეგვიძლია ამ სცენარის ბოლოში გადავიდეთ 3 წერტილზე, დავაკოპიროთ ტექსტი, გადმოვიდეთ Word-ის ფაილში ჩავსვათ, მოვაშოროთ ჩვენი საუბარი დასაწყისში და ბოლოში და შეგვიძლია შევინახოთ ეს სცენარი. აი ასეთი ჯადოსნური დამხმარეა ჩვენთვის ხელოვნური ინტელექტი, ამ შემთხვევაში Gemini's AI. დარწმუნებული ვარ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თქვენს სამუშაო პროცესს გახდის უფრო ნაყოფიერს, უფრო მრავალფეროვანს და დაგეხმარებათ, რომ გახდეთ უფრო შემოქმედებითები. მადლობა ყურადღებისათვის. გირჩევთ გამოიწეროთ ჩემი არხი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში, წარმატებებს გისურვებთ.